შემდეგ დავალებაში გვაქვს ასეთი სავარჯიშო, რომ ესე იგი უნდა აინთოს ერთი წამი, ჩაქრეს ერთი წამი, მერე უნდა აინთოს მეოთხედი წამი და ჩაქრეს მეოთხედი წამით. ანუ რა უნდა გავაკეთოთ? ისევ გადმოვედით აქ და ამ კოდს ახლა მე არ წავშლი, აქ გავაგრძელებ უბრალოდ კოდის წერას და თან შევძლი. ესე იგი დავალება კარგად გავიაზროთ. უნდა აინთოს ერთი წამი, ჩაქრეს ერთი წამი, უნდა აინთოს შემდეგ მეოთხედი წამი და ჩაქრეს მეოთხედი წამი, ანუ 250 მილიწამი. ესე იგი, თუ ერთი წამი მინდა აინთოს, აქ ვეტყვი რომ 1000, ანუ digital write 5 high, ანუ სიგნალი გავუშვი 1000 მილიწამი, ანუ ერთი წამი high იყოს, შემდეგ digital write 5 low, ანუ ერთი წამი აქაც 1000 მილიწამი უნდა დავწეროთ, ერთი წამი იყოს ჩამქრალი და შემდეგ უკვე იგივე მინდა 250 მილიწამი აინთოს, 250 მილიწამი ჩაქრეს. ანუ ეს კოდი ფაქტურად მე იგივე მინდა ქვევით, უბრალოდ 1000-ების მაგრად 250 უნდა დავწერო. ეს შეგიძლიათ ხელით დაწეროთ, შეგიძლიათ დაკოპიროთ. ჩავსვათ აქ და აქ 1000-ის მაგრად დავწერ 250 და აქაც დავწერ 250. Start simulations დავაჭიროთ, ამ შემთხვევაში დავუკვირდეთ აინთო ერთი წამი, ჩაქრა ერთი წამი, შემდეგ გაციმციმდა, აინთო ერთი წამი, ჩაქრა ერთი წამი, შემდეგ გაციმციმდა. გავიგეთ? ახლა ესეც მოვნიშნეთ, დავაკოპირეთ და პირდაპირ ჩავსვათ აქ. წესით უნდა ჩაგვითვალოს, გვითვლის, submit continuous დავაჭიროთ, გადავედით უკვე შემდეგ მესამე